რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კარგად ხვდებით, რომ საქართველოს არის ძალიან რთულ ვითარებაში. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის ძალიან რთული, ქვეყნის განვითარების პერსპექტივები რეალურად კითხვის ნიშნში დგას და მადლობა ღმერთს გამოჩნდა, მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ღირსეული ლიდერი პოლიტიკაში, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის გვერდით გავარ მე უკვე პირველივე კვირიდან და ამ შემთხვევაში თელავში შტაბის ხელმძღვანელობის ინიციატივით თავად მე გამოვედი, ვინაიდან წარმოშობით მე თელაველი ვარ, ჩემი ვებია პაპა აქ ცხოვრობდა, მოღვაწეობდა, მამა ჩემი დღესაც აქ ცხოვრობს, მამიდა ჩემიც. ამიტომ დიდი სურვილი მქონდა, რომ და საკმაოდ დიდი სამეგობროს ყავს, მინდა გითხრა, ყველაფერთან ერთად მიყვარს თელავი, მიყვარს ჩემი მეგობრები, მიყვარს ის აურა, რომელიც არის კახეთში და თელავში და ჩემი სურვილი იყო, რომ ამ შემთხვევაში აი ეს პოლიტიკურ ფრონტზე ამ მიმართულებით თავად ამეღო ინიციატივა და დამეცვა ქართული ოცნება. თქვენ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია რომ მივაწოდოთ, რა განათლება გააქვთ, რა თანამდებობებზე მუშაობდით, მანამდე სანამ დაიკავებდით კოალიცია ქართული ოცნების თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას. ანუ როგორ მოხვედით აქამდე? დავიბადე თბილისში 1974 წელს. პირველი ნაბიჯი საშუალო განათლება, ანუ პირველი ნაბიჯი სწორედ თელავში გავაკეთე. პირველი კლასიდან 3 კლასის ჩათვლით თელავში ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სკოლამდელი ასაკი არის პატარა და შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ რა ურთიერთობა ქონდა თელავთან, მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი სამეგობრო დღემდე, ასე ვთქვათ, შევინარჩუნე და არათუ შევინარჩუნე, რომ ძალიან ძლიერი სამეგობრო ყავს თელავში. შემდეგ გავაგრძელე სწავლა თბილისში, ჩავაბარე უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა განვაგრძე გერმანიაში გერმანისტიკის ფაკულტეტზე. მოგვიანებით დავამთავრე ჟურნალისტიკა გერმანიაში, მუშაობდი კოლეგა ვასხაძე. მუშაობდი გერმანიის ერთ-ერთ საკმაოდ დიდ ტირაჟიან გაზეთში, რედაქტორის თანაშემწე ვიყავი. ასევე საქართველოში დაფუძნა თავის დროზე გერმანული გაზეთი კავკაზიში პოსტ. მისი რედაქტორი ვიყავი და უკვე 97-18 წლიდან დავიწყე მოღვაწეობა არასამთავრობო ორგანიზაციაში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რედაქტორი ვიყავი 2 წლის განმავლობაში, 54 წიგნის რედაქტორი ვარ. 98 წლიდან დავაფუძნე ორგანიზაცია ასოციაცია სამართალთა თავისუფლება, რომელიც დღემდე არსებობს და რომელიც მთლიანად დაკავებულია წევანდელების, სამხედრო მოსამსახურეების, პოლიციელების, უსაფრთხოების სექტორის პერსონალის ადამიანის უფლებების დაცვით. ჩემი ფეხით მაქვს შემოვლილი, რაც კი საქართველოს სამხედრო ნაწილი არსებობს. წელიწადში დაახლოებით 5000-მდე რესპონდენტ სამხედრო მოსამსახურეს თუ წევანდელს ვიცავთ, მათ შორის სასამართლოში, მათ შორის გახმაურებული ფაქტების დროს ვიყავით უფლებადამცველები, ეს იყო მუხროვანის ამბავი, ეს იყო სხვადასხვა რთული საკითხები. და მართლაც დადგა დრო, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მithქვავს, რომ პოლიტიკიდან მინდა შორს ვიყო და ვაკეთო ის, რაც კარგად ვიცი. გერმანიაში მე მოგვიანებით დავამთავრე უსაფრთხოების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტიტუტი მთელს მსოფლიოში. სულ მხოლოდ 22 სტუდენტი სწავლობს იქ. ეს ინსტიტუტი დავამთავრე წარმატებით, ვარ უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი. და ვთვლიდი, რომ ჩემი პროფესიით შემეძლო ქვეყნის ძალიან ბევრი რამე გამეკეთებინა. და ვთვლიდი, რომ პოლიტიკისგან შორს უნდა ყოფილიყავი. მაგრამ ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს გარკვეული მორალური პასუხისმგებლობა ქვეყნის სახელმწიფოს წინაშე და მუდმივად შორიდან ყურება იმისა, თუ რა ვითარებაში როგორ იღუპება შენი სახელმწიფო და შენ ცოდნას, ენერგიას, გამოცდილებას ვერ ახმარ სახელმწიფოს, მე ჩავთვალე, რომ ეს იყო არამოქალაქეობრივი მოქმედება, განწყობა, დამოკიდებულება, ამიტომ ბატონ ბიძინას გამოჩენასთან ერთად, რომლის ასე ვთქვათ, ზოგადად ცხოვრებას ვიცნობდი და მისი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ ასე თუ ისე ზოგადად წარმოდგენილი მქონდა, არა, მანამდე არ მქონია ურთიერთობა და სწორედ ამიტომ ჩავთვალე თავი ვალდებულად, ან უნდა ვყოფილიყავი პასუხისგებლობით აღსავსე მის გვერდით და ის რაც მოხდება პროცესში მეც ამეღო ჩემი წილი პასუხისგებლობა, ან უნდა მეყურებინა გარედან და ყოფილიყავი შეიძლება იმავე პოზიციაზე და აქტივობაში, მაგრამ მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი არ ვიტყოდი, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე ალბათ უკანასკნელი შანსი, რომ ასეთი ლიდერი გამოჩნდეს ქვეყანაში, ასეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც
მართლაც შესწევს უნარი რომ ქვეყანა გამოიყენოს კრიზისიდან და ძალიან მალე, ძალიან მოკლე დროში ქვეყანა მიაღწიოს რეალურ სერიოზულ წარმატებებს და ჩავთვალე საჭიროდ რომ ჩემი მასთან დგომით შემიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო აი ამ პროცესში. რაც შეეხება ამ თანამდებობას და თქვენ საქმიანობას, უკვე თუ დაიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია და რა ფორმით აწარმოებთ წინასაარჩევნო კამპანიას, მაგალითად ხელისუფლება უკვე მართავს შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არათანაბარ პირობებში ვარ და ეს ყველამ კარგად იცით. და რაში გამოიხატება? იცით რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად კანონმდებლობა აქვს მორგებული საკუთარ თავზე. და დღეს ხალხი ემსახურება ხელისუფლებას და არა ხელისუფლება ხალხს. იმას რაც ადამიანები, მოქალაქეები ჩვენი შრომობენ და დოულადს ქმნიან, ამის მომხმარებელია ხელისუფლება და მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდებათ ხოლმე ხალხი. თუმცა ეს გახსენებაც, ეს შეპირებები საარჩევნო არის ფუჭი და არაფრის მომტანი. მე გეტყვით პირდაპირ რომ საპარლამენტო ანგარიშის დროს, წარდგენის დროს პრეზიდენტი როდესაც გამოვიდა და რამდენიმე ახალი ინიციატივა გააჟღერა, მათ შორის იყო საუბარი რომ ვთქვათ მესამე შვილის შემთხვევაში ხელისუფლება 1000 ლარს მისცემდა ასე ვთქვათ ოჯახს, ან დააზღვევდა მოქალაქეებს და ასე შემდეგ. ამ წინასაარჩევნო ლოზუნგებით ეს ხელისუფლება გამოდიოდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს და ის სლოგანები და ეს შეპირებები ბილბორდებზე, სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში ეს ხელისუფლება იყენებდა, მაგრამ რეალურად ეს არის ხელისუფლება, რომელიც ერთ შეპირებას მეორედ იცვლის, ერთ სიცრუეს მეორეს ამატებს, მეორე სიცრუეს მესამე სიყალბით ცვლის და საბოლოო ჯამში დღეს ჩვენი მოსახლეობა არის ძალიან გაჭირვებული პირდაპირ გეტყვით. ერთი რომ სამუშაო ადგილები არათუ შექმნა ხელისუფლება, არამედ ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა. იმის გამო რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად მოახდინა მთელი ბიზნესის მონოპოლიზაცია, მსხვილი ბიზნესის ხელს ჩაგდების შემდგომ წვრილი კონკურენტების განადგურება დაიწყო. გარკვეული სტატისტიკური მონაცემებიც გითხრათ, ვინაიდან ახლა მე თელავში ვარ და თელავის რაიონის პრობლემატიკით ვარ დაინტერესებული. ცხადია, სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი. მინდა გითხრათ, რომ ბატონ ბიძინა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს შეთავაზა 1 მილიარდი დოლარი, რომ ჩაედო სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები. და ბატონმა პრეზიდენტმა მას უარი განუცხადა ორჯერ. და ბატონ ბიძინა ერთგვარად გაოცებული იყო, რომ როგორ შეიძლება რა იყო უარის მიზეზი თუ განმარტა? უარის მიზეზი პრეზიდენტს არ დაუსახელებია. და ბატონმა ბიძინამ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა კიდეც, რომ მე დღეს მივხვდი, რატომ მითხრა პრეზიდენტმა უარი. იმიტომ რომ თუ კი ეს ინვესტიციები ჩაიდებოდა, გლეხი ფეხზე დადგებოდა, გლეხი თავის შრომით იმაზე მეც მოიპოვებდა, ვიდრე მისთვის საარსებოდ იყო საჭირო. თავისუფალი გლეხი, რომელიც არაა დამოკიდებული ხელისუფლების 30 ლარიან გადმოგდებულ ვაუჩერზე, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე, რომ შეიძლება ოჯახის წევრი მასწავლებლად, პედაგოგად მუშაობს, 150-200 ლარს იღებს და იმით არის ერთგვარად დაჭერილი, რომ თუ თქვათ სხვა პოლიტიკურ სიმპათიას გამოხატავს ამისთვის პასუხს აგებს ან სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ფეხზე დამდგარი გლეხი იქნება დამოუკიდებელი, იქნება თავისუფალი, მით უმეტეს ქართულ ადამიანს თავისუფლების მიმართ აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება. და დღეს როგორ აპირებთ აწარმოოთ წინასაარჩევნო კამპანია და რას პირდებით? პირველ რიგში მინდა სტატისტიკა გითხრათ, რომ მე ვიცი, რომ ჩემს შემდგომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ბატონი გიორგი ბოტკოველი გამოვა და ისაუბრებს ასე ვთქვათ წარმატებებზე, ბჭყალებში ჩემი აზრით. მაგალითად 2003 წელს ერთსულ მოსახლეზე მოდიოდა 52 კილოგრამი ხორბალი. დღესდღეობით 2009 წლის მონაცემებით ერთსულ მოსახლეზე არის 12 კილოგრამი ხორბალი. 76.9% არის შემცირებული. ბოსტნეული 2003 წელს 99 კილოგრამი მოდიოდა ერთსულ მოსახლეზე. დღესდღეობით მოდის 37 კილოგრამი 62.6%-ით შემცირდა. მოხდული ფართობი ძალიან გვაინტერესებს, რომ თავისთავად ეკონომიკა. ეს მონაცემები საიდან გაქვთ ბატონო? ეს არის სტატისტიკის დეპარტამენტის, სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემები. მე მინდა გთხოვოთ, რომ შეგბრძანდეთ და თქვენი თვალით ნახოთ, თვითონ სახელმწიფო როგორ აღიარებს იმას, რომ რეალურად არის არა სერიოზული ვარდნა, არამედ კატასტროფული ვითარება. 2005 წელს მოხდული ფართობი შეადგენდა 539.000 ჰექტარს. 2010 წელს მისი ოდენობა შეადგენს 260.000 ჰექტარს. ფაქტობრივად განახევრებულია მოხდული ფართობი დღეს საქართველოში. ნათესი ფართობი 2002 წელს იყო 577.000, 2010 წელს 275.000. ასეთივე კატასტროფული მდგომარეობა იგივე
პირუტყვთან დაკავშირებით 2005 წელს იყო 2.5 პირუტყვი საქართველოში და 2010 წელს მისი რაოდენობა 1.5-მდე არის ჩამოსული. ფაქტობრივად ესეც განახევრებულია.